მოსახლეობა ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადს უჩივის. დეკემბრის თვისგან განსხვავებით იანვრის თვის ქვითრები, როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, გაორმაგებული, რიგ შემთხვევაში კი გასამმაგებულია. მიზეზად ერთ-ერთი აბონენტი აირში ჭარბი რაოდენობით ჟანგბადის არსებობას ასახელებს, რის გამოც მრიცხველზე ჩვენება იზრდება. სიმხურვალეს კი გამათბობელი არ გამოსცემს. ერთი და იგივე მოხმარების პირობებში დაკისრებულ გაზრდილ გადასახადს იურიდიული პირებიც უჩივიან, თუმცა მათი უმრავლესობა კამერების წინ საუბარს ერიდება. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში განმარტავენ, რომ დეკემბრის მაჩვენებელი სადღესასწაულო დღეების მოახლოების გამო რამდენიმე დღით ადრე ამოიწერა. თვის ბოლო რიცხვებში მოხმარებული აირი კი იანვრის გადასახადზე აისახა. თუკი ფიზიკური ან იურიდიული პირი ფიქრობს, რომ გადასახადი უჩვეულოდ გაზრდილია, კომპანიას უნდა მიმართოს. კომპანიის აჭარის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში შოთა ჭაჭიაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე მრიცხველებს აქვს ფუნქცია გახარჯული აირის მონაცემები ინდივიდუალურად გადამოწმდეს. წინა თვესთან შედარებით ცოტა მომატებულია ამ თვეში. ეტყობა რა ვიცი, მოხმარება იგივე მქონდა და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მომატებულია. დასახადე ფიქრობ, ჟანგბადს უშვებიან თუ მეც თუ რა არის, რაღაცა ამის მიზეზი იქნება ალბათ. ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, რა სხვა ეჭვი არ მექნება. შესაძლებელია ლოგიკას მიუყვება ისიც ვთქვათ, რომ ზამთარში მოხმარება გაცილებით მაღალი აქვს მოსახლეობას ვიდრე ზაფხულში, მაგრამ ისეთი მკვეთრი განსხვავება, რომელიც დეკემბერ-იანვრის თვეში უდგას ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, ბუნებრივია, გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა. მით უმეტეს თუ დავაკვირდებით, რომ არა მარტო ფიზიკურ პირებს, არამედ იურიდიულ პირებსაც გაორმაგებული, რიგ შემთხვევაში გასამაგებული გადასახადი მოდის გახმარჯულ ბუნებრივ აირზე, შეშფოთება მათი სამართლიანია. პირველში და ორი წუთი ჩვენ ვერ შევიდოთ ოჯახებში ბუნებრივი აირის დასარიცხად. ამიტომ 28 რიცხვის ჩათვლით მოხდა ბუნებრივი აირის დარიცხვა დეკემბრის თვეში, ესე იგი 1 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე, რომელიც ფაქტიურად თქვენს კარგად უწყით, რომ შემცირებული თვე იყო. და ეს დეკემბრის თვის გადასახადი, სადღესასწაულო დღეების ხარჯები, რომელიც უმეტესი ნაწილი გადმოვიდა იანვარში. ამიტომ იანვრის გადასახადის მოცულობამ შეადგინა 35 დღეს საშუალოდ. ამან გამოიწვია იანვრის თვეში ამ გადასახადის გაზრდა. ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ინდივიდუალური განცხადება დაწეროს მისი გადასახადის თაობაზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ.